მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. მსოფლიო ამბებით უნდა გავაგრძელოთ საქმიანი საღამო და დავიწყოთ USA Today-ის ინფორმაციით, რომელიც უკავშირდება პენტაგონს და პენტაგონის შესაძლო შესვლას, ასე ვთქვათ, კუბაზე და სამხედრო ოპერაციის მომზადებას. თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპი კუბაში ჩარევის ბრძანებას გასცემს, პენტაგონი მზად არის, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. ეს ინფორმაცია გამოცემასთან სანდო წყარომ დაადასტურა, მიაწოდა შესაბამისად USA Today-მ გავრცელა. პენტაგონის მხრიდან კუბაში შესაძლო ჩარევისთვის გეგმების მომზადება მხარეებს შორის დაძაბულობის ესკალაციაზე, რა თქმა უნდა, მიუთითებს, მას შემდეგ რაც იანვრის დასაწყისში ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციიდან მალევე პრინციპში დონალდ ტრამპმა მოახერხა ის, რომ კუბას შეუწყვიტა ვენესუელური ნავთობის მიწოდება, რამაც რეალურად გამოიწვია ფორსირება პროცესებისა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამასთან იანვარში გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა წლის ბოლომდე სურდა, მიმდინარე წლის ბოლოზეა საუბარი და ინფორმირებული პირების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები კუბის მთავრობაში ეძებდა პირებს, რომლებიც რეჟიმის ჩამონაცვლებლები იქნებოდნენ, ისევე როგორც ვენესუელაში ვიცე-პრეზიდენტი დღეს, რომელიც პრეზიდენტია, მოვალეობის შემსრულებელი, არის ამერიკის ინტერესების გამტარებელი. შეგვიძლია ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს. თებერვალში ტრამპმა განაცხადა ასევე, რომ კუბასთან მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მაღალ დონეზე ასრულებდა და მარკო რუბიო იყო წამყვანი კუბასთან ურთიერთობისა. თავის მხრივ კუბას პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელმა მარტში დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის რაღაცა კონფრონტაციის თავიდან არიდებაში დაეხმარებოდა. ეს თემა რაღაცნაირად არ ვიცი, მე-5 ან მე-10 საფეხურზეა გადაწეული, იმიტომ რომ მსოფლიოში სხვა გეოპოლიტიკური მოვლენები არის უფრო მნიშვნელოვანი, რადგან იქით რაღაც ესკალაციას არ აქვს ადგილი, თუმცა USA Today-მ წამოსწია ეს თემა. ინფორმირებულ წყაროს დაეყრდნო და თქვა, რომ სამხედრო ოპერაცია რაღაცნაირად მომზადებულია, უბრალოდ ამას დონალდ ტრამპის დასტური და მწვანე შუქის ანთება სჭირდება, ასევე ტრამპს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ იმედი აქვს, რომ მას ექნება რაღაცა კუბის აღების პატივი და მას მიმდინარე წელს შეასრულებს შესაძლო კუბაზე მეგობრულად კონტროლი დავამყაროთო, თქვა ერთ დროს დონალდ. კიდევ ერთი გამარჯვება უიტყვის ბოლოს, კიდევ ერთ ადგილას დავამყარე მშვიდობაო. მოკლედ, ტრამპი რას ამბობს და რას აკეთებს ერთია, მაგრამ მეორე არის ის თუ რა სარგებელს იღებენ კონკრეტული ადამიანები მისი განცხადებებიდან. საქმე ის არის, რომ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია მთელი პლანეტა ააყირავოს ფაქტობრივად ერთ განცხადებაში, ჩვენ ეს უკვე არაერთხელ გვინახავს ბოლო 2 წლის განმავლობაში. საფონდო ბირჟები დაწყებული, სანავთობო ბაზარი დამთავრებული, ტრამპის განცხადებაზე არის დღეს მიბმული ფაქტობრივად მთელი გლობალური ეკონომიკა, ინვესტორები პრინციპში არც უყურებენ უკვე გარდა ტრამპის ანგარიშისა, როდის რას დაწერს და შემდეგ აქედან გამომდინარე რეაგირებენ. მაგრამ აი ამ განცხადებების ფონზე გამოჩნდა რამდენიმე ძალიან საეჭვო ტრანზაქცია, ეგრეთ წოდებული ტრეიდი, რომელიც რაღაცნაირად უცნაურად ემთხვეოდა ტრამპის განცხადების გაკეთების პერიოდს, ოღონდ ხორციელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთით ადრე. გვახსოვს ჩვენ ერთი სკანდალური გარიგება, რომელიც შედგა საფონდო ბირჟაზე და დაახლოებით 750 მილიონი დოლარის სარგებელი მოუტანა ანონიმურ ტრეიდერს, მან ნავთობის ფასის გაუფასურებაზე გამოძიება იყო. კი, დაიწყო გამოძიება და სწორედ აი ამ საკითხს ეხება, სწორედ ეს სიახლე, მოკლედ ამერიკის მარეგულირებელი ორგანოები, მათ შორის საფონდო ბაზრებისა და სასაქონლო ბაზრების მარეგულირებელი ორგანოები ახლა უკვე სწავლობენ საკითხს და უნდა დაადგინონ პირველ რიგში ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ტრეიდები განახორციელეს, რადგანაც ანონიმურად ქნეთ მათ ეს შესაბამისად ისინი სავარაუდოდ ინსაიდერები არიან, ანუ იქ გარემოსვაში მყოფი ადამიანები, რომელთაც ინფორმაცია ჰქონდათ, რას დაწერდა ტრამპი დაახლოებით 15 წუთით ადრე, შესაბამისად გახსნეს პოზიცია ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც კანონით აკრძალულია, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, ამას ქვია ინსაიდერული ვაჭრობა და მსგავსი რამ ძალიან მკაცრად არის აკრძალული გამომდებლობით და მაინც აი ამ კანონის გვერდის ავლის თუ არ ავლის წყალობით ამ ადამიანებმა მიიღეს 750 მილიონი დოლარი სარგებელი ზუსტად 15 წუთში მარტივად რომ თქვათ.
გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე საერთო ტრეიდი არის განხორციელებული ტრამპის განცხადებებამდე, მათ შორის Polymarkets-ზე და Kalshi-ზე, ეს არის საპროგნოზო პლატფორმი, სადაც არ უბრალოდ ნავთობი ან კრიპტო ან აქციები უეჭრება, არამედ ფსონის დადება შეიძლება საერთოდ ყველაფერზე. რას იტყვის პრეზიდენტი, არ ვიცი, უსხოპლანეტელებს აღმოვაჩენთ თუ არა, ეპშტინის ფაილებში ვინმე კონკრეტული იქნება მოხსენებული თუ არა. ნებისმიერ ამაზე შეიძლება ფსონის დადება მოწვიმს თუ არა, ხო, ამაზე შეიძლება. ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ყველაფერი არის იქ. მათ შორის ტრამპს. კი, მათ შორის ჰალსტუხზეც იყო ასეთი ბეთები და სხვა შორის აღმოაჩინეს როგორც ჩანს პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომ რაღაცნაირად ეჭვები არსებობს კონკრეტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებით, ინსაიდერების დაჯგუფებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება მართლაც იღებდნენ კონკრეტულ ინფორმაციას ან ტრამპის გარემოცვის წევრებიდან ან უშუალოდ ტრამპიდან და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას ისინი იყენებენ ფინანსური სარგებლის მისაღებად და აქაც რა თქმა უნდა ძალიან ლოგიკურია რომ შეიძლება იყოს ეჭვები მასთან დაკავშირებით რომ შესაძლოა სარგებლოს თავად ტრამპის ოჯახიც კი იღებდეს ამ ტრეიდინგ აქტივობით რაც როგორც თქვი კანონით არის აღზარული და რასთან დაკავშირებითაც არის დაწყებული გამოძიება არის თუ არა ეს საუკუნის საქმე არ ვიცით თუ რამეს დაამტკიცებენ ძალიან დიდი სკანდალი იქნება ეს თუ დამტკიცდა რომ ტრამპი ამასთან არის კავშირში თუ ვერ დაამტკიცებენ დარჩებით ისევ ამ გაურკვევლობაში და სპეკულაციაში და დარჩება 750 კი დარჩება იმ ადამიანს 750 მილიონი დოლარი რომელსაც ჩაიდებს ჯიბეში კარგი ერთი ახალი ინფორმაცია აქვს რომელიც უნდა გავაჟღეროთ და ისიც დონალდ ტრამპს უკავშირდება ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე რომ დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის 10 დღიანი ზავის მიღწევის შესახებ განაცხადა ну აქ განმარტავთ რომ ლიბანს არ ებძვის ისრაელი აქ ჰეზბოლაზეა საუბარი რომელიც ლიბანის ტერიტორიაზე იმყოფება იქიდან ახორციელებს შეტევებს ისრაელის მიმართულებით მათ შორის სახმელეთოს და საზღვრის კვეთასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაავრცელა ის ინფორმაცია და ძალას შევიდა უკვე შეთანხმება თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო ტრამპის განმარტებით ცეცხლის შეწყვეტა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება ჰეზბოლასთან მიმდინარე კონფლიქტის დროებით შეჩერებას ისახავს მიზნად ხო ტრამპმაც განმარტა რომ ჰეზბოლასთან დროებით კონფლიქტი შეჩერდება ჩვენ გვახსოვს რომ როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა და ორკვირიანი ზავი გამოცხადა რომელიც ასევე გახანგრძლივდა კიდევ ორი კვირით მაშინ ისრაელმა ჰეზბოლას მისამართით განახორციელა შეტევები და ირანი ამას ასე ვთქვათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა და ისრაელი უნდა გაჩერდეს ზედამხედრე შემთხვევაში ჩვენ ჰორმუზის რუტეში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გავცემთო ჰეზბოლას წარმომადგენლის ჰასან ფადლალის ინფორმაციით დაჯგუფებას ზავის თაობაზე ირანის ელჩმა აცნობა მისი თქმით ორგანიზაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის მიერ სამხედრო აგრესიის სრულად შეჩერებაზე იქნება დამოკიდებული თავის მხრივ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საკითხის განხილვისთვის საგანგებო სხდომა მოიწვია და როიტერსმა გავრცელა ინფორმაცია რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანიდან ქვედანაყოფების გაყვანას ჯერჯერობით არ გეგმავენ. ზავი მიღწეულია, თუმცა ერთმანეთის ქმედებებს ეყოლდება როგორც ჩანს ჰეზბოლა და ისრაელი ამ შემთხვევაში. ასევე ვთქვათ, რომ 2 მარტიდან დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს ლიბანში 2100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე საკუთარი საცხოვრებელი ერთხელ 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ეს არის ის შედეგები, რომელსაც ამ შემთხვევაში ომი იწვევს. ხო, ეს ახალი ინფორმაცია იყო, რომელიც გაზიარებაც გვინდოდა რა თქმა უნდა მაყურებლისთვის და რო გავაგზავნოთ სოფლიოს ამბები, ისევ რაღაცა ტრამპის თემატიკა შემოდის, ამჯერად ბრიტანეთი არის დონალდ ტრამპის სამიზნეში და დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან არსებული სავაჭრო შეთანხმება შეიძლება გაუქმდეს. ყოველ შემთხვევაში ეს მუქარ არის გაჟღერებული. ვაშინგტონის უკმაყოფილების მიზეზი არის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში მხარდაჭერის ვერ მიღება, პრინციპში უარი მხარდაჭერაზე ბრიტანეთის მხრიდან Sky News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შეთანხმების პირობების ნებისმიერ დროს შეცვლა შეუძლია ამის უფლებამოსილება აქვს აღსანიშნავია რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ამერიკელი ლიდერის ზეწოლაზე დამორჩილებაზე უარი განაცხადა პოლიტიკოსის განცხადებით იგი საკუთარ პოზიციას არ შეცვლის. მნიშვნელოვანი ის აღინიშნოს რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმება, როდესაც გააფორმა რაღაცნაირად მასშტაბურად ისტორიული მოვლენა იყო იმ მომენტისთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ პირველი ქვეყანა იყო ვისთან შეთანხმება გაფორმდა. რომელიც ყველა სხვა ტარიფები ჰქონდა რომელიც ითვალისწინებდა იმას რომ ფოლადზე და ავტომობილებზე
ტარიფები შემცირებული იყო, თითქმის მოხსნილი იყო და ასევე ამ შეთანხმების მიხედვით საქონლის ხორცზე მაგალითად, რომელსაც ექსპორტსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს, ბრიტანეთი შეამცირებდა ტარიფებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჯერჯერობით ფოლადთან მიმართებით ეს ტარიფები შემცირებისკენ არ წასულა, გადასახადები კვლავ არსებობს და მაგრამ ფაქტია რომ შეთანხმება უკვე ძალაშია, მოქმედია, მაგრამ მას საფრთხე ემუქრება. აღსანიშნავია რომ ამერიკის ლიდერმა აიჩქვეშა ამერიკა ბრიტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობების სიმტკიცეს დააყენა, გარდა იმისა რომ სავაჭრო შეთანხმება შეიძლება გაჩერდეს, ტრამპის თქმით გაერთიანებული სამეფო მხარს მოკავშირეს მაშინ არ უჭერს, როცა ეს მას ძალიან სჭირდება. პრეზიდენტმა კირ სტარმერი ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების შემცირების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს თავად ბრიტანეთს იქნება პრობლემა, რადგან ენერგორესურსების გაძვირება სწორედ სტარმერის და ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება გამოიწვევს და არა სხვა მიმდინარე მოვლენები, რომელიც გლობალურად მსოფლიოშია. მოკლედ, კარგად დაძაბული აქვს ურთიერთობა სტარმერს და დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, კი სტარმერის არ გეგმავს პოზიციის შეცვლას და ირანისში ომში ჩართვას, ყოველ შემთხვევაში ალბათ ირიბადაც მაინც და ნახოთ ტრამპი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში, თუმცა ესე მარტივი რაღაცების შესწორ ტრამპისთვის აღარ იქნება, ვიცით რომ მას კონგრესის თანხმობა დაჭირდება მომავალ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხო, აქვე ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვისაუბროთ პრინციპში იმ დანაკარგებზეც, რაც მიიღო ახლო აღმოსავლეთმა ტრამპის ავანტიურით თუ ამერიკის სტრატეგიით თუ ამერიკა ირანის ომით, რაც გენებოთ ის უწოდეთ თქვენ. ამან გამოიწვია ზარალი განსაკუთრებით დიდია ენერგეტიკულ სექტორში, აქ მხოლოდ ნავთობზე არა გვაქვს საუბარი, იმ დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე გვაქვს საუბარი, რომლის მოცულობაც Rystad Energy-ს შეფასებით, ნორვეგიული კვლევითი ორგანიზაცია ეს, მათი დათვლებით, აღწევს $58 მილიარდ. ოღონდ ეს არ არის ამ წუთის მონაცემები, ეს არის ერთი კვირის წინანდელი მონაცემები, მას შემდეგ კიდევ შეიძლებოდა რაღაც ზარალი გაზრდილიყო. კიდევ თუ გაახლეს, მით უმეტეს უფრო მაღალი რიცხვი იქნება სავარაუდოდ წარმოდგენილი ანალიტიკოსების მხრიდან. მათი დათვლებით ყველაზე დიდი ზარალი მიიღო პრინციპში თავად ირანმა, რომლისთვისაც ზარალი არის $19 მილიარდ, ძირითადად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანებაზე გვაქვს საუბარი. ასევე ძალიან დიდ ზარალში არის Qatar Energy უფრო კონკრეტულად კომპანია ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რომელიც იქ არის ბაზირებული, რომელსაც დრონების შეტევის შედეგად დაუზიანდა 1000-ობით ჰექტარზე განლაგებული ინფრასტრუქტურა, უკიდურესად ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა, რასაც კატარი 10 წლების განმავლობაში აშენებდა. ასევე ზარალი მიიღეს საუდის არაბეთმა, კუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ლამის ყველა ქვეყანა, ვინც ამ რეგიონშია და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, აი ამ ყველაფრის აღდგენას, აშენებას და ხელახლა გამართვას ერთი და ორი კვირა არ უშველის, არც ერთი და ორი კვირა არ უშველის, შეიძლება 3-დან 5 წლამდე პერიოდი დასჭირდეს, რაც პრინციპში ზუსტად ისაა, რასაც ამბობენ სხვა ანალიტიკოსებიც და თავად ამ ქვეყნების წარმოადგენლებიც, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან რა აქვთ აშენებული და რა დრო დასჭირდათ მის აშენებლად და რამდენად არის გაზრდილი ხარჯებიც ზოგადად შენებლობისა და ახლა მით უმეტეს ძალიან რთულია დაიქირავო სამშენებლო კომპანია და დაავალო კატარში იმუშავე დრონი რომ ოპტინოს ხო თუ დათანხმდება ვინმე ძირი საკმაოდ ძვირად დათანხმდება ალბათ და სადაზღვევ კომპანია მით უმეტეს ძვირს მოითხოვს ამ სერვისის დასწრებისათვის ხო კიდევ ერთი ინფორმაცია რომელიც უკავშირდება საავიაციო საწვავს ევროპაში საავიაციო საწვავის მწვავე კრიზისი იწყება ყოველ შემთხვევაში ამ კრიზისის წინაპირობები არსებობს ენერგეტიკის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატიხ ბიროლი აცხადებს რომ თუ ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება უახლოეს კვირებში არ აღდგება ავიაკომპანიებს ფრენების გაუქმება მოუწევთ რადგან ევროპას ამჟამად სულ 6 კვირიანი მარაგები აქვს საავიაციო საწვავის და ეს მარაგები ვერ ივსება მოკლედ ლოგისტიკური ჯაჭვების წვეტის გამო. მისი პროგნოზით საწვავის დეფიციტის გამო რეისების შეჩერების თაობაზე ინფორმაცია მედიაში უახლოეს ხანებში გავრცელდება. ეს მოლოდინი არსებობს თუ ხვალ ასე თქვა ყველაფერი აღდგება, ეს მაინც ვერ გამოიწვევს იმას, რომ სრულად გაიმართოს ლოგისტიკური ჯაჭვები და შესაბამისად გარკვეული დეფიციტი. ის ტანგერი ხომ უნდა მივიდეს ევროპამ. რა თქმა უნდა, დეფიციტი მაინც იქნება. საავიაციო სექტორში არსებული სტანდარტით აეროპორტები და ავიახაზები, როგორც წესი 6 კვირის სამყოფ მარაგს ფლობენ, თუმცა რაღაცა კონფლიქტის გახანგრძლივებამ გამოიწვია ის, რომ რეალურად არსებული ყველა დამატებითი რეზერვი უკვე ამოწურულია და რაღაც ბოლო
რეზერვებით ახერხებენ ავიაკომპანიები თუ აეროპორტები საქმიანობის გაგრძელება. საუბარი იმაზე, რომ რაღაც გარკვეული რეისები შეჩერდება და გაუქმდება, ამაზე ძალიან აქტიურია. აქ საუბარი იმაზე, რომ თქვა პირობითად 15 რეისი თუ კონდეთ ავიაკომპანია შეიძლება ის 10-მდე ჩამოიყვანოს, რადგან ან ბილეთების ფასები გაზრდოს. ორი ვარიანტია, თუმცა ავიაკომპანიას ურჩევნია რეისები შეამციროს, რადგან ბილეთების ფასების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ მას გზავრების რაოდენობა შეუმცირდება და შეიძლება რენტაბელურიც აღარ იყოს. არც ერთი მგზავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების ფასები იქნება გაზრდილი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ალტერნატიულ მიმწოდებლებს არ აქვს საკმარისი რესურსები და სპარსეთის ყურის ნაკადების ჩასანაცვლებლად, რაც ვითარებას განსაკუთრებულად ამძიმებსო. მოკლედ, მძიმეა ვითარება საავიაციო საწვავის მიმართულებითაც. ნახოთ რა გამოსავალს იპოვიან ამ შემთხვევაში მესოურები საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსი თუ სხვადასხვა აეროპორტებისა და ავიახაზების. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Info.